so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. დღეს უკვე ციხეში ხარ თუ გარეთ ხარ, უკვე ერთი ის არის რაღაცა ყველა დაპატიმრებულია. ჯერჯერობით ყველა დაპატიმრებულები ვართ. ამაში დავიბადე, ამაში გავიარე ცხოვრება, ხო, რაღაც ეტაპამდე და ერთ-ერთი რაც მახსოვს, რომ დედა და მამა ზოგჯერ ლაპარაკობდნენ ჩურჩულით. ერთი ეპიზოდი მახსოვს, გაგრაში ვიყავით დასასვენებლად და წერდნენ და ერთმანეთს აძლევდნენ ფურცლებს და რასაკეთებთ მეთქი და ესე გამიკეთეს. მაგრამ რადგანაც ამაში ვიყავი ბავშვობაში, ჩემთვის ნორმა იყო. და მე უკვე სტუდენტი რო გავხდი, მაშინ დაიწყო უკვე ეს მოვლენები, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, უცებ გაიღვიძა რაღაცა მან, რომ უცებ მივხვდით, რომ შეიძლება რომ სხვანაირად ვიცხოვროთ. ჩვენი მშობლების თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის შეუპოვარი, მართალი, გულწრფელი და ღირსეულია. ჩვენ ვისაც იმ დროში არ გვიცხოვრია, რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, ვერ წარმოვიდგენთ რა ძალისხმევის და რისკის ფასად გადაწყვიტეს მათ იმ სიმახინჯის წინააღმდეგ წასვლა, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. იმდენია ნაბრძოლი საქართველოს ისტორიის მანძილზე თავისუფლებისთვის, რომ თითქოს პათეტიკურადაც კი ჟღერს, მაგრამ ეგ არის ჩვენი გზა. გენეტიკური კოდი ვიდდევს ჩვენში თავისუფლებისკენ სწრაფვა. და ესაა რაც გვაერთიანებს ყველა თაობას. თუმცა 70 წლიანმა დასვენებამ პასუხისმგებლობებისგან თავისუფალი ადამიანისთვის საჭირო თვისებების დაბლაგვება გამოიწვია. არსებობს რაღაცა მენტალიტეტი, ისე რაღაცა მუშაობს, აი მე ჩემ თავზეც ვიჭერ ხოლმე რაღაცას და ჩემი შვილები ზოგჯერ მეტყვიან ხოლმე რაღაცა კომუნისტური აზროვნება, კი, ძალიან ვცდილობ და ძალიან მინდა აქედან გამოსვლა და ფაქტიურად გამოსული ვარ, მაგრამ აი რაღაცა კოდი არის დაღივით არის. ამდენი ხანი და ამდენი ამხელა პერიოდი რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნა არის უკვე დანჯვარა. მიძინებულმა სამოქალაქო თვითშეგნებამ ომამდე მიგვიყვანა. მაშინ ჩვენმა ხალხმა ერთმანეთს ესროლა. ყველა უბედურებასთან ერთად დავკარგეთ მერაბ კოსტავა, ზვიადი, ზურაბ ჭავჭავაძე. ამასაც მოხერხება უნდა. რომელმა ქვეყანამ შეუწყო ხელი ქართველების გახლეჩას, თქმაც არ ჭირდება. 90-იანი წლები იყო შიმშილი, ძალიან ცუდი პერიოდი გავიარეთ. მაგრამ ვითფენდით ამას ყველაფერს, იგივე ამ გაჭირვებას და სულ ეს გქონდა, რომ არა უშავს ახლა მოვითფენთ და გავალთ სამშვიდობას. არაფრის გატარება არ შეიძლება, იმიტომ რომ ვივლით ერთზე იგივე წრეზე. მით უმეტესად ადამიანის სიცოცხლეს ეხება. არაფრით არ შეიძლება ჩვენ გავატარეთ ბევრი რამე, გირგვლიანიც გავატარეთ. ზუსტად გამსახურდიას გაგდება გავატარეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოკლულია, მე ეს ჩემი აზრია, ესეც გავატარეთ. აი ხა შოვი გავატარეთ, ბავშვების სიკვდილი გავატარეთ. აი ამ გატარებაში მივედით აქამდე. ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული მთლიანად თელ ერს, რომ ჩვენ თავს არის კატასტროფა. ეხლა ვართ კატასტროფაში. ვეფხია კასრაძის ცოლმა თქვა, რომ ჩემ შვილიშვილებთანო არ ათამაშებენ მეზობლები თავის შვილებსო.
ესეც ესე იგი რაღაც ხალხის მტერის იარლიღია. ეხლა დაუბრუნდით და ჩამოვწურდით იქ, საიდანაც დავიწყეთ და ყველას რო არა აქვს ეს გაცნობიერებული და ვიღაცა ჩუმად არის, შეიძლება არ ფიქრობს, რომ ეს კარგია, მაგრამ ჩუმად არის. ვიღაცა ზეზარება გასვა, ვიღაცა არა უშავს შევეგუები. აი ეს არის ძალიან დიდი შეცდომა დღეს. ჩვენი წვლილიც არის მათ სიჩუმეში. მაშინ დაუშვით შეცდომა, როცა პირველად გადავწყვიტეთ, რომ საწინააღმდეგო აზრზე მყოფ ადამიანებს აღარ უნდა ველაპარაკოთ, არ უნდა ავუხსნათ. ასე იყო 90-იანებშიც და მაგ ტრამვის გაგრძელებაა დღევანდელი რეალობაც. მაინც ვფიქრობ, რომ დღეს სიჩუმე სამწუხარო არჩევანია. ერთადერთი თხოვნა მექნება მათთან. საკუთარ თავთან მაინც არ იყვნენ ჩუმად. საკუთარ თავს მაინც უთხრან სიმართლე. უნდა აღიარო, რომ აი ეს მე შეცდომა მომივიდა, უნდა აღიარო, რომ ხო, მე დავაშავე. უნდა აღიარო, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი. თუ კი ეს იქნება მასიური და აი ბევრი ადამიანი ამას შეძლებს და გააკეთებს, ბრძოლაც უფრო ადვილი იქნება და კონსოლიდაციაც მეტი იქნება და ადამიანები უფრო შეკავშირდებიან. ჩემი ბრძოლა არის რაღაც ინსტინქტური. ინსტინქტი გამოძრავა შულს როცა ეხება. მეორე არის ის რაც ქვეყანაში ხდება და არ შეგუება. თუ კი რამე წინააღმდეგობა შეიძლება რომ გაუწიო ამ სისტემას და ამ რეჟიმს, ყველაფერს გავაკეთებ აუცილებლად და მართლაც არ მეშინია. ჩემი შვილი ციხეშია, მენის უნდა შემეშინდეს. არაფერს არ მეშინია. დამიჭირონ. ზათავარ მომკლავენ, როდესღაც მაინც მოვკვდები და გვიან მოვკვდები თუ ადრე მოვკვდები, მაგისიც არ მეშინია და რა ვიცი, აბა კიდე რა უნდა მიქნან. არც ეს თავისთავად მოხდა ამაზე დიდად და ბევრი არ მიფიქრია, რომ ეხლა მე უნდა ვიყო მხნედ. ჩვენ აი დედები, მშობლები გავერთიანდით და ძალიან დიდი ძალა მომეცა. იმიტომ რომ ყველა მშობელი არის ძალიან ძლიერი, ძალიან მტკიცე, ჯიუტი. ამით ვარ რომ ფეხზე ვდგევარ, ასე ვთქვათ. რა არის თავისუფლება? რთული კითხვაა. ამოუწურავი პასუხებით. ჩემთვის საკუთარ თავზე მაღლა დადგომის დაუსრულებელი გზაა. საბედნიეროდ ამ გზაზე შინაგანი ბავშვი სულ ჩემთანაა. სხვა მხრივ ყოველდღე ვიცვლები. ხანდახან საკუთარი თავის დაკარგვის მეშინია. განსაკუთრებით კანტუზიის შემდეგ. ეხლა ალბათ იმაზე ვოცნებობ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს და აი დიდი ოცნებები რაც მქონდა თითქოს რაც მეორე პლანზე გადავიდა, იმიტომ რომ ეხლა უნდა რაღაცა მოხდეს, რომ აქედან გამოვიდეთ. და მე იქნება ოცნებები უკვე სხვა ოცნებები. თუ კი რამეზე ვოცნებობ, ჩემი პროექტის მალე განხორციელება. ეს იქნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც პირველ რიგში იმ ადამიანებს მიეძღვნება, ვისაც დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია აწუხებთ. ეს იქნება ფილმი, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის მთის თერაპიულ შესაძლებლობებზე ილაპარაკებს. მე ვიცი ეს რასაც ნიშნავს. ამ ადამიანებს განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდებათ. ყველას აბსოლუტურად ყველას ვეთყოდი, რომ ძალიან მიყვარს, აი მართლა ძალიან მიყვარს, ძალიან ბევრს ვფიქრობ მათზე, სათითაოდ ყველაზე. იქ მათ ბევრი დრო აქვთ ფიქრის, გადააფასონ რაღაცები, ფიქრონ, იკითხონ,
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პიროვნული ზრდა ეხლა მიდის მათში და მათ შეიძლება არ იციან, მაგრამ აქ სანამ გარეთ იყვნენ, სანამ ეს რუტინა იყო, ფიქრის დროც არ ქონდათ. ეხლა ფიქრის დრო აქვთ. რა ვიცი, რაღაცას აქ დადებითი მხარე, რაღაცას უარყოფითი, თეთრი შავი არ არსებობს, ამიტომ უსურვებ, რომ იქაც გაიზარდონ პიროვნულად და იყვნენ მხნეთ, ძლიერად და ჩვენც მოგცენ ძალა. მაინც სიკეთის მჯერა. მიუხედავად ყველაფრისა და არც პატარა ვარ უკვე და არც დიდად არც ახალგაზრდა, ყოველთვის ვჯეროდა სიკეთის, აი შეიძლება მაგალითი ნახო და შენც გადმოგედოს, ან შენ თვითონ გააკეთო რაღაც სიკეთე და სხვას გადაედოს და აი ეს რაღაცა წრე თითქოს აი რაღაც გაიზარდოს და აკუმულირება იყოს რაღაც სიკეთის და დადებითი რაღაცის მჯერა ამის. ჩვენი მშობლების თაობის დამსახურებით ჩვენ თავისუფლებაში დავიბადეთ. თავისუფლების გემო ვიცით. გაუჭირდებათ ეს წაგვართონ. გაუჭირდებათ უკან დაგვაბრუნონ. ჩვენ მივხვდით, რომ დროა შეცდომებზე ვისწავლოთ. Raguit bobs guf zamtris am dres am sikharus darim is bels wela am dres gewat bauschwes zapris mires toli We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.